მორჩილება მსხვერპლზე უფრო დიდია. აი ანგარებით მსახურობდა მეფე საული. ისე საინტერესოა, ვერ გაიგებთ მისი პირიდან საულთან ლაპარაკისას ჩემი ღმერთი. აი დავითი რატო უყვარდა ღმერთს? დავითი ამბობდა ჩემი ღმერთი, ჩემი უფალი. აი საულს სხვანაირი ტერმინები ჰქონდა. საული ეუბნებოდა სამუელს შენი ღმერთი, შენი ღმერთი, შენ ღმერთს, შენ ღმერთს. არ ლაპარაკობდა უფალზე ღმერთზე როგორც თავის ღმერთზე. და ეუბნება მორჩილება, ისე სხვათა შორის კვირას ბათუმის ეკლესიაში ვიყავი და იქაც ვახსენებდი ამას. ადამიანები ისე ვართ მოწყობილები, რომ მსხვერპლები გვირჩევნია მორჩილებას. აი ერთი კვირა მაგალითად იქ ღმერთის სიტყვის მნიშვნელობაზე ველაპარაკებოდი, თუ როგორი კარგია და ცოტა წავიტრაბახე კიდევაც, რომ მე მაგალითად დილას არ ვიწყებ ისე, რომ ვიდრე ვისაუზმე ფიზიკურად, ჯერ სულიერად საუზმობ. ჩემი დღე დილა რო იწყება, არაფერს არ ვეკარები, ჯერ უნდა ავიღო ღმერთის სიტყვა. უნდა წავიკითხო, უნდა ვილოცო, მოусმინო და სულიერად რო დავნაყრდები, მერე ვიწყებ ხოლმე ფიზიკურზე ზრუნვას. წესი მაქვს ასეთი. რომ ჯერ სულიერი მოდის და მერე, რატომ იცით? იმიტომ რომ ის არის პური ჩემი არსობისა. ვიცი რომ არა პურითა ერთი ცხოვრობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. და ბათუმშიც ვეუბნებოდი, აბა სადეთ 30 დღის განმავლობაში დილა დაიწყეთ სიტყვით. თუნდაც ნახევარი თავი, თუნდაც ერთი თავი და ეს ყველაფერი იყოს, ნახეთ, რატო ვამბობ ამას? მორჩილება მსხვერპლზე უფრო დიდია. მე მქონია პერიოდები, როდესაც ერთი კვირა არ წავიკითხე და კვირას მithქვია, რომ მოდი ახლა ერთბაშად წავიკითხავ 14 თავს და წამიკითხე და აღარაფერი მახსოვს მე, აი 14 იმდენი წავიკითხე, რომ და ნახეთ, ეს მსხვერპლებივით არის. მაგრამ მორჩილება არის რაღაცა ის, რასაც ყოველდღე აკეთებ. გახსოვთ, მანა უნდა ყოფილიყო, ყოველდღე აწვიმებდა და რას ეუბნებოდა, გადით და რაო, ყოველდღე აკრიფეთ. იქ იყვნენ ზოგიერთები, რომ გახსოვთ რა გააკეთეს. ბევრი აკრიფეს. ვაი და ხვალე არ მოვიდესო და მეორე დღეს დაულპათ. გახსოვთ, მამაო ჩვენოში რას ვამბობთ, პური ჩვენი არსობისა მოგვეცით ჩვენ რაო, დღეს. ამენ ძვირფასებო. წინადაგების პური აიღეთ წმინდაიში. ყოველ დღე უნდა შეცვლილიყო ის გუშინდელი პური აღარ ვარგო და დღეს უნდა გქონდეს სიტყვა ღმერთისაგან. და ნახეთ, მორჩილება მსხვერპლზე უფრო დიდია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. არ უნდა ვიყოთ ანგარნი, იმიტომ რომ ანგარება კერპსახურების ტოლფასია. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდისო ურჩძეებზე, ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით, ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე, რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილსიტყვაობა, ნუ იცრუებთ ერთი მეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მისი საქმეებთან ერთად და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ. რთული ხომ არ არის მოსასმენად ძვირფასებოა. სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსის, სკვითი, მონა, თავისუფალი, არამედ ქრისტია ყოველივე და ყოველივეში. ხედავთ, პავლე ისევ იმას ეუბნება კოლასელებს, რომ დაანებეთ თავი რელიგიურ მისტიციზმს და ფილოსოფიურ სოფხედველობებს. იცოდეთ, რომ ქრისტია ყოველი და ყოველივეში. და თუ ქრისტე არ არის რაღაცის თემა, მაშინ ის არ არის სასარგებლო შენი სულისათვის. ამიტომ ამბობდა მოციქული, რომ ნუ რავინო ბრძნობს იმაზე მეტად ვიდრე რაო დაწერილია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამიტომ როგორც ღვთის რჩეულება, წმინდანებმა და საყვარლებმა შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგზელობა. შეიცნარეთ ერთი მეორე და მიუტევეთ ერთმანეთს თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ თქვენც ასე მიუტევეთ და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულყოფს. და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთხეულად ხართ მოწოდებულნი და იყავით მადლიერნი. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით, ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმონით, საგალობლი და სულიერი სადიდებლებით და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. და ბოლოს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით თუ საქმით ყოველივე გააკეთეთ უფალი იესოს სახელი და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს. კარგი ძვირფასებო. სამად უნდა გავყოთ ეს ტექსტი. და პირველი ნაწილი არის
შემდეგი. პირველ ნაწილს არ ვიცი ვინც იწერთ, შეგიძლიათ ასე დაასათაუროთ, რომ ჩვენ მორწმუნეებს მოგვეცა ახალი სიცოცხლე ქრისტეში. ახალი სიცოცხლე ქრისტეში. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს. უფალ იესო ქრისტეს. ფილიპელებში ამბობს მოციქული პავლე ამას. და ნახეთ ტექსტი როგორ იწყება და რას ამბობს მოციქული პავლე. პავლე ამბობს: ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღზრდებით, ეძიეთ, რაც მაღლაა, სადაც ქრისტეს ზის ღმერთის მარჯვნივ, ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე, ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. მოდით ახლა მესამე მუხლიდან მაღლა ავიდეთ. პირველი, თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ამრიგად თუ ქრისტესთან ერთად აღზრდებით, ჯერ უნდა დავიხოცოთ რომ აღზრდგეთ. ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტეს ზის ღმერთის მარჯვნივ. გახსოვთ მოციქული პავლე აი ეს ტერმინს იყენებს, მე ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ვარ. აი მინდა რომ ზურბასებო კარგად გამიგოთ. მე ეს ადრეც მithქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო. ხშირად არის ხოლმე რომ კითხვას სვავენ ადამიანები, საიდან ვიცი რომ მაღლიდან შობილი ვარ, ხელაღლა შობილი ვარ. მაღლიდან შობილი ადამიანს განცდა აქვს და ამ განცდის ახსნა არის შეუძლებელი იქამდე, ვიდრე ადამიანი მაღლიდან არ იშვება. და ეს განცდა არის შემდეგი, რომ ის მოუკვდა წუთისოფლს და მოუკვდა ქვეყნიერებას. და მისთვის ზეცა გახდა ახალი რეალობა. ეხლა ეს სანამ მე მართლა მორწმუნე, მართლა ქრისტიანი გავხდებოდი, შეუძლებელი იყო ჩემთვის ამის გაგება. და მოციქული პავლე კორინთელებს ეუბნება, რომ შვინვიერი ადამიანისათვის რთულია გაიგოს ის, რაც ღმერთის სულისაგან არის. ამენ ძვირფასება. არ ვიცი, აი მორწმუნეს განცდა აქვს იმისა, რომ ის მისთვის მოკლულს და ყდრეთით აღმზდგარს იესო ქრისტეს ეკუთვნის და მისი სიცოცხლე მისი კი აღარ არის უფალ იესო ქრისტესი. და ზეცა რაღაცნაირად ჩვენთვის ახალ რეალობად იქცა. ისე რომ მოციქული პავლე გაბედულად ეუბნება კოლასელებს, რომ ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ეხლა ჩვეულებრივ ადამიანმა რომ მოისმინოს ეს ყველაფერი, შეიძლება თქვას კიდევაც რომ გაგიჟდნენო. და კარგად გამიგეთ ზურფასებო, მეც ასე ვიყავი. ვფიქრობდი რომ ეს ადამიანები არიან გაგიჟებულები, ჭკუიდან გადასულები, რაღაცა რელიგიურ ფანატიზმში გადავარდნილები და ამ ყველაფერს ვფიქრობდი და ვაკეთებდი იქამდე, ვიდრე მე თვითონ არ ვიგრძენი, რას ნიშნავს იმას, რომ ზეცა ხდება შენ ცხოვრებაში რაღაცა ნამდვილი, რაღაცა რეალური. დიდება უფალი იესოს. მე მახსოვს, ახალი მორწმუნე რო ვიყავი, ვერ მაგდებინებდნენ აი ამ წიგნის ხელიდან ახალ აღთქმას და ფსალმუნს. და მეტრო იყო თუ ავტობუსი იყო თუ ყველგან სადაც მივდიოდით, ყველგან ახალ აღთქმას კითხულობდით. მეტროში ცოტა ისეთი იუმორით სავსეც კი იყო ხოლმე ჩვენი ეს სახარების კითხვა, იმიტომ რომ გადავხშილდით სახარებას ვკითხულობდით და მარტო მე აღარ ვკითხულობდი ხოლმე, აქთაც ვკითხულობდა და იქითაც. ერთხელ მახსოვს რომ ჩავამთავრე, გვერდი უნდა გადამეშალა და აქ ბრძოლმა მითხრა, მოიცადე, ბარემ ბოლომდე ჩავალო რა. ვერ მაგდებინებდნენ ხელიდან. ბათუმშიც ვამბობდი რომ ახალი მორწმუნე რომ გავხდით ხომ, მეორე დღესო დაგვიბარეს ლოცვის ჯგუფში. და დილით ადრე იყო ხოლმე ლოცვის ჯგუფი. და ვეუბნებოდი ხოლმე რა, რაგაც ეს დილით ადრე რა, შუა დღეს არ არის მის ღმერთს ჩვენი ხმა თუ თან ციო და არაშუქი, ჩვენ ძმა ჯონი მიცის ხოლმე კარგად, ყველაფერი უზე იწყებოდაო ჩვენ დროს, უშუშუკობა, უფულობა, უგაზობა, ყველაფერი უზე იწყებოდა. არაფერი არ იყო და დილით მივდიოდით ხოლმე ლოცვის ჯგუფში და პირველი ლოცვის ჯგუფი მახსოვს, მეგონა რომ ერთი 5-10 წუთი ილოცებდნენ, მაგრამ 2 საათს გაგრძელდა ლოცვა. და ბოლოს უკვე რო უთხარი რომ რანაირად უნდა ვილოცო, ასე მითხრეს, სანამ სულიწმინდით არ მოინათლები ვერ გაიგებ და ნელ-ნელა ვისწავლე ლოცვა. ცოტა ხანში მითხრეს რომ ქადაგება როდის უნდა დაიწყო, მაშინ ასეთი შეხედულება იყო რომ თუ ძმა იყავი, უნდა გესწავლა სიტყვის ქადაგება და
პირველად რო ავდექი მითხრეს ნუ დარდობო რა უნდა ელაპარაკო ღმერთი დაგეხმარებაო და ველოდებოდი რანაირად უნდა დამხმარებოდა არ ვიცოდი და მახსოვს ვთქვი უფალს უყვარხართ მეთქი ვიტირე და დავჯექი და ვთქვი ამით დასრულდა ჩემი სიტყვის მსახურება ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ ვინ მოგასვენა მეორე კვირას იგივე მესამე კვირას იგივე და ნელ-ნელა გასწავლიდნენ სიტყვის მსახურებას მე რამოდენიმე თვეში თქვეს რომ ეკლესია როდის უნდა დაიწყოთო და წავედით მე გავყარეს სოფლებში საკადაგებლად გვითხრეს ვეკითხებოდეთ რანაირად უნდა ვიქადაგოთ თუ არაფერიო მიხვალთო სოფელშიო ხალხს დაინახავთ შეკრებილს და უთხარითო თუ არ მოინანიებთ მეხი და დოზანა დაგეცემათო ჩვენც ასე ვქადაგებდით ხოლმე და ბევრი რამე არ ვიცოდით ზოგჯერ ხუმრობით ვამბობთ ქადაგებაში ვამბობთ რომ მოსე მოგცა 10 მცნებაო ისა მოსე ააშენა კიდობანიო და ხალხი ამბობდა ვაუ ეს როგორი განათლებული ადამიანები არიანო და აბრაამმა მოგცა 10 მცნებაო და ყველაფერს ურავდით ხოლმე მაგრამ ჯვარი ვიცოდით და რამოდენიმე ადგილზე ერთდროულად ქადაგებდეთ იქ სადაც ჯერ კიდევ არ იყო ხოლმე ეკლესიები და რის თქმა მინდა მეძურფასებო რაღაცნაირად მორწმუნის ცხოვრებაში ზეცა ხდება რეალობა და ნახეთ პავლე მოციქული რას ამბობს თქვენ ახალი ქმნილებანი ხართ ქრისტე იესოში ძველმა განვლო ახლა ყოველივე ახალია დიდება უფალი იესო ქრისტეს ამენ ზურფასებო ახალი სიცოცხლე ყოველივე ახალია მას მერე რაც მაღლიდან იშვი ყველაფერი ძველი დასრულდა ჩრდილი დასრულდა ახლა ყოველივე ახალია დიდება უფალი იესო ქრისტეს დიდება უფალი იესოს და ნახეთ მაშ მოაკვდინოთ თქვენი მიწიერი ასოები სიძვა უწმინდურება ვნება ბოროტი გულისხმობა და ანგარება რაც კერპსახურებაა რომლის გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩძეებზე პავლე ახსენებს რომ აი ასეთები ვიყავითო ჩვენ რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით როცა მათ შორის ცხოვრობდითო ახლა კი განიშურეთ ეს ყოველივე რისხვა მძვინვარება ბოროტება გმობა თქვენი ბაგეების ბილსიტყვაობა რახან ახალი ქმნილებანი ხართ პავლე ამბობს რომ ეს ყველაფერი ვეღარ იქნება თქვენი ცხოვრების ნაწილი და ნახეთ ზურფასებო ჩვენ არა მხოლოდ იმიტომ არ ვბილსიტყვაობთ რომ აი იცი რა არის აი ჩვენ თავებს ახლა ძალა დავატანე და როგორღაც გავიმარჯვეთ ბილსიტყვაობაზე არა ბილსიტყვაობა ჩვენი ცხოვრების ნაწილი აღარ არის იმ ახლის ნაწილი აღარ არის იმიტომ რომ ახალი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში ჩვენ ასეთები ვიყავით პავლე ამბობს მაგრამ ახლა ასეთები აღარა ვართ ნუ ვიცრუებთ ერთი მეორის მიმართ რადგან და გადავდივართ მეორეზე პირველი იყო ახალი სიცოცხლე და მეორე ვინც იწერთ ჩაიწერეთ ვინც არ იწერთ მაინც ჩაიწერეთ მეორე ახალი სამოსელი და ნახეთ რა ამბობს მოციქული პავლე ნუ და შემოსილნი ხართო ახლით რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად და შემოსილნი ხართ ახლით რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ ნახეთ ახალი ქმნილებანი რო ვართო პავლე ამბობს რაღაცა ძველი გავიხადეთ უკვე და ახლითა ვართო შემოსილები დიდება უფალი იესოს დიდება უფალი იესოს არ ვიცი ახლა რამდენი ხვდებით საითკენ მივდივარ მე მაგრამ ნახეთ არ არის საკმარისი ის რომ აი იცი რა არის ძმაუკოტე რაღაცეებს უკვე აღარ ვაკეთებ პავლე ამბობს რომ რაღაცეების არ კეთება არ არის გამოსავალი ეს არის ძველი კაცის შემოვიძარცვეთო მაგრამ პავლე ამბობს რომ ახლა ახლითა ვართო შემოსილებიო ჩვენ ამენ ზურფასებო ნახეთ რას ამბობს რახან ახლით შევიმოსეთ პავლე ამბობს სადაც აღარ არის აღარც ბერძენი აღარც იუდეველი არც წინანდაცვეთა არც წინანდაუცვეთელობა არ არის აღარც ბარბაროსის კვითი მონა თავისუფალი არამედ ქრისტია ყოველივე და ყოველივეში და ნახეთ ამიტომ როგორც ღვთის რჩეულება წმინდებმა და საყვარლებმა შეიმოსეთ მოწყალება სახიერება თავმდაბლობა სიმშვიდე სულგრძელობა მოციქული პავლე თუ არ ვცდები ტიმოთეს ეუბნება აი ამ რაღაცებს გაეკეციო გახსოვთ რამეს გახსოვთ შემდეგი წინადადება და რა ქენიო მისდიე არ არის საკმარისი რაღაცას გაეკცე უნდა მისდიო მომყვებით აზრებს შეძვირფასებო არ არის საკმარისი რაღაცა შემოიძარცვო ახლით უნდა შეიმოსო პავლე მოციქული ამბობს რომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს რაო ეს ცოდვაო მასო ხომ
ნახე, ვინც სიკეთისკეთება იცის და არ აკეთებს. არ არის საკმარისი ქრისტიანული ცხოვრება მარტო იმით გაიარო, რომ იცი რა არის, აი რაღაცეებზე გავიმარჯვე, მე რაღაცეებზე მარტო კი არ ვიმარჯვებ, რაღაცეებში შეტევაზე გადავდივარ. მივხვდით ძვირფასებო, ისე თქმა მინდა. პავლე ამბობს, გაიხადე და შეიმოსეთ. პავლე ამბობს, რომ გაეკეცი და მისდიე. პავლე ამბობს, სიკეთისკეთება იცი და არ აკეთებ, იცოდე რომ ეს ცოდვა არის. ორი სახის ცოდვა ახალ აღთქმაში ძვირფასებო. ერთი, ჩადენილი ცოდვები და მეორე, ის რაღაცეები, რაც ღმერთმა მოუმზადა თავის მოყვარულებს, ხომ? როცა ადამიანი იმ რაღაცებში არ დადის, იცით რომ ესეც ცოდვაა. გაეხსენეთ ტალანტები. ერთმა აიღო და დაფლო და ეუბნება ბოროტო მონავ. გახსოვთ ძვირფასებო? არ ვიცი გეხმარება თუ არა, რასაც ვამბობ. არ არის საკმარისი რაღაცა მიატოვო, რაღაცას უნდა მისდიო. არ არის საკმარისი რაღაცა შემოიძარცო, ახლით უნდა შეიმოსო. ის რომ იცი რა არის ძმა უგოტე, მე აი ამას და ამას და ამას და ამას აღარ ვაკეთებ, ეს საკმარისი არ არის. შენ აი ამას და ამას და ამას უნდა აკეთებდე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. არ არის საკმარისი იმას რომ გინებას თავი დავანებე. მე ახლა უნდა ვისწავლო ჩემი დაძმების კურთხევა. ისე სხვათა შორის ბერძნულად იცით რა არის, რას ნიშნავს სიტყვა კურთხევა? სიკეთის ლაპარაკს. აი ადრე ჩემი ბაგე თუ ვიღაცას წეული და აგინებ და დღეს ხომ არ არის საკმარისი რომ ეს მივატოვე, დღეს ჩემი ბაგე სიტყვით უნდა იყოს სავსე და უნდა ემსახურებოდე უფალს. დიდება უფალი იესოს. არც ერთი მორწმუნე არ უნდა რჩებოდეს პასიურ მდგომარეობაში. გაეხსენეთ იესოს სიტყვები. როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისე მოეკეცი. რამდენჯერ მსმენი ეცი ადამიანს უთქვამს ხოლმე რომ არ გაუკეთო ადამიანს ის, რაც არ გინდა რომ გაგიკეთონო. ამას არ ამბობს იესო ქრისტე. იესო ამბობს რომ ისე მოეკეცი, როგორც გინდა რომ მოგექცნენ. ხედავ, ერთი პასიური მდგომარეობაა, მეორე აქტიური მდგომარეობაა. ანუ იესო ამბობს რომ მოქმედი იყავი, ნუ დარჩები პასიურ მდგომარეობაში. და იცით ძვირფასებო, ყველა ის მორწმუნე, რომელიც გამუდმებით რაღაცების მიტოვებაშია, წაგებულ მდგომარეობაშია ხოლმე, მაგრამ ის მორწმუნე, რომელიც მიტოვებასთან ერთად რაღაცას მისდევს, ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბრძოლიდან. დიდება უფალი იესოს. პავლე ამბობს, შემოიძარცვე, ეხლა შეიმოსე. მარტო შემოძარცული არა ვარ და ეს სულიერი შიშიშოლია. რაღაცას რომ მარტო შემოიძარცვაო, არ არის საკმარისი და ეს ყველაფერი და დარჩების სულიერად შიშველი. არ უნდა შემოიძარცვა მხოლოდ, უნდა ისავლო შენს და მეც რაღაცით შემოსვა. და პავლე მოციქული ამბობს, რა არის ის, რითაც უნდა იმოსებოდეთ. შეიწყნარეთ ერთი მეორე. მე-12 მუხლიდან წავიკითხოთ ძვირფასებო, ამიტომ როგორც ღვთის რჩეულება წმინდებმა და საყვარლებმა შეიმოსეთ მოწყალება. მოწყალება. იცით ბერძნულში ეს სიტყვა როგორი აზრით არის დაწერილი? და სხვათა შორის ზოგიერთმა თარგმნელმა ასეც გულითადი მოწყალებაო. პავლე ამბობს, იცით როგორი მოწყალებით უნდა იყოთო შემოსილი? აი ადამიანს რო წყალობა ჭირდება, შენს გულს ღრმად ეხებოდესო ეს. ანუ ისე არ ჩაუარო. გახსოვთ ძვირფასებო, ბეთხაზდა დავრდომილი რომ იწვა და იესო რომ მიდის. ბეთხაზდა იცით რას ნიშნავს ებრაულად? წყალობის სახლი, სიკეთის სახლი. და იესო მიდის ამ დავრდომილთან, 38 წელია წევს იქ. იცით ისტორია, ანგელოზი ჩამოდიოდა, წყალს ამღვრევდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, ინკურნებოდა, ხომ? 38 წელია წევს წყალობის სახლში და 38 წელი ერთი ადამიანი არ გამოჩნდა წყალობის სახლში, რომ წყალობა ეჩვენებინა კაცისთვის. მიდის იესო და ეუბნება, გინდა რომ განიკურნო. გახსოვთ ამ კაცის პასუხი? არავინ მყავს უფალო რომ წყალში ჩამიშვას. პერეფრაზირება მინდა მოვახდინო. მე არ გეკითხები შენ გინდა თუ არა რომ წყალში ჩაგიშვას ვინმე? ყავს თუ არა ვინმე ასეთი? გინდა თუ არა რომ განიკურნო? და იესო გახსოვთ რა შეუნება, ადექი აიღე შენი სარეცელი, წყალობის სახლში წყალობას აჩვენებს და უფალი მწყალობის ღმერთი არის. ის მწყალობელი ღმერთია, დიდება უფალი იესო ქრისტეს. და სხვათა შორის მოციქულებმაც ისწავლეს ეს, რომ წყალობა რა არის, რა შრებაო, აღმატებულობს რაზეო, სასამართლოზე.
დიდება უფალი იესო ქრისტეს. რომ ის მწყალობელია, აბა გაიხსენეთ ნანელი ქვრივი. გამოდის ხომ, მოყავს ძე ერთადერთი, გარდაცვლილი, რა წერია? შეხედა იესომ და რა ქნაო? შეებრალა ის. მივიდა და არ უკითხი აქ წამს, არ აქ წამს და გაუცოცხლა და მისცა, რატომ? იმიტომ რომ წყალობა გამოუვლინა ხომ ადამიანს. გახსოვთ იესოზე რა წერია? როდესაც დაინახა ხალხი, რომლებიც აი უამრავი ხალხი დაინახა, რა წერია? შეებრალა ისინი, რატომო? იმიტომ რომ იყვნენ როგორც ცხვრები მწყემსის გარეშე, ხო? გინდა აი ხშირად გვითქვამს, ხო? აი მინდა რომ რაღაცეებში უფალს მივემსგავსო, თუ გინდა რომ უფალს მიემსგავსო, იყავი მწყალობელი, შეიმოსე წყალობით. არა მარტო ის რომ გაიძრე უმოწყალობა, ახლა შეიმოსე წყალობით. ამენ ზურფასებო. სახიერება. რანაირი სიტყვა რა ზურფასებო? სახიერება. ხსენიათ სახე დაკარგა ადამიანმაო. სახე დაკარგული ადამიანი. რა კარგია რა სახიერი ადამიანი. ადამიანი რომელიც ისეთია როგორიც არის. ხომ? სახიერება. თავმდაბლობა როგორია? ერთხელ ერთ ადამიანს ველაპარაკებოდი და არ შეიძლება ორი ცოტა ადვილი რაღაცეები ეძებოსო. არ ვიცი თუ არა ზურბასებო, ბერძნებს თავმდაბლობის კონცეფცია არც კი ჰქონდათ, იმდენად იყო აბუჩადაგდებული მათთვის თავმდაბლობა. იცოდეთ ეს ზურბასებო? ბერძნულ საზოგადოებაში თავმდაბალი ადამიანი ითვლებოდა მდაბიოთ. იმიტომ რომ ბერძენი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ, რომ უნდა იყო შემტევი, ძლიერი, თუ გაგარტყავენ ორჯერ მეტი გაარტყი. იმიტომ რომ ასეთი ადამიანები არიან ძლიერები და არაფერი არ შეცვლილა. დღესაც მოდის ეს სოფხედველობა, ხო? მგელი უნდა იყო, მგელი ის ფილმი რომ არის ქართული ლონდრე, რამდენჯერ მეცინება ხოლმე. წადიო, შენი ადგილიო. აქ აღარ არისო, კაცო. და თავმდაბლობა, იცით ზურბასებო, რომ ქრისტიანულმა სოფხედველობამ თავმდაბლობა აქცია ღირსებად. და დღეს მე უამრავი ადამიანი ვიცი, თავმდაბლობას აფასებს. მოსწონთ, როდესაც ადამიანი ხომ თავმდაბალია და ამპარტავნება რომ გავიხადეთ, ეს არ არის საკმარისი. ახლა თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. დიდება უფალი იესოს. ღმერთი ამპარტავნებს რა შრებაო? ეწინააღმდეგება თავმდაბლებს კი მაშრაკენითო დამდაბლით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ. აი ამიტომ მიყვარს თეოლოგია. ნახეთ, ღმერთი როცა დაამდაბლებს ადამიანს, ეს ძალიან ცუდია ხოლმე. მაგრამ თავმდაბლობა ისეთი რამე არის, რაშიც შენ და მე უნდა ვიზრდებოდეთ. ნახეთ, რას ეუბნება, თქვენ დამდაბლდითო ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ. შეიმოსეთო თავმდაბლობა. და ჩვენ ხშირად ზურბასებო დრო გვჭირდება იმისთვის, რომ თავმდაბლობა ვისწავლოთ. სიმშვიდე. აი დღეს ვერ შევინარჩუნე სიმშვიდე. ისე გადმომიჭრა მანქანამ, რომ სანამ ფანჯარა ჩაუწიე და არ შევწოდე. მაგრამ ხმამაღალი ლაპარაკი გამომივიდა და ძალიან მეწყინა. არადა ნახეთ რას ამბობს, შეიმოსეთო სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთი მეორე და მიუტევეთ ერთმანეთს. თუ ვისმესთან რაიმე სადავო გაქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთო სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულყოფს. როგორი არა ძვირფასებო, არა მარტო მიუტევო, არამედ გიყვარდეს. მათე სახარება, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თავები, ქადაგება მთაზე, კიდევ რთულ თემებს ვეხები. გეთქვათ მეგეუნებით, გეთქვათ მეგეუნებით, ხომ? რთულია. მაგრამ ეს არის ღმერთის სამეფოს ბუნება. აი, ახალზე რო ვლაპარაკობთ, ეს არის ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსელი. რთული ხომ არ არის გასაგებად. ძველი სიცოცხლე დამთავრდა, მოუკვდით, გვაქვს ახალი სიცოცხლე ქრისტეში, ძველი სამოსელი გავიხადეთ
და შემოსილები ვართ ახლით. 15-16-17 მუხლები. და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი და იყავით მადლიერნი. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში, სრული სიბრძნით, ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, საგალობრივ და სულიერი სადიდებლებით და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით თუ საქმით ყოველივე გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს. ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსი და ახალი ბაგე. ნახეთ, ახალი ბაგე მოგცა ღმერთმა. ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსელი და ახალი ბაგე. კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო ძვირფასებო. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით და თუ ამას არ გავაკეთებ ძვირფასებო, შემდეგი სიტყვებს აზრი არ ექნება ჩვენ ცხოვრებაში, ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით. ნახეთ, ჯერ უნდა დამკვიდრდეს იმისთვის, რომ მერე ასწავლო. ახალი ბაგე მოგცა ღმერთმა. საგალობლით, ფსალმუნით, საგალობლით და სულიერი სადიდებლებით და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. გახსოვთ ძვირფასებო სამარიტელი ქალი ჭასთან. იესო მიდის ელაპარაკება და ეუბნება, რომ დამალევინე წყალი, ეს ქალი შეშფოთებულია, როგორ შეიძლება იუდეველი კაცი მეუბნებოდი მე სამარიტელ ქალს, რომ წყალი დამალევინე, იმიტომ რომ ურთიერთობა არ გვაქვს და გაუკვირდა, რომ მამაკაცი ელაპარაკებოდა ქალს, თან სამარიტელს. იესო ცოდნის სიტყვით ეუბნება, რომ 5 ქმარი წადიო, შენი ქმარი მომიყვანე, ეუბნება, რომ არ ყავს ქმარი და ეუბნება, მართალი თქვი, რომ არ ყავს, იმიტომ რომ 5 ყავდა, ცოდნის სიტყვით ელაპარაკება. ბევრი ამ ადგილსაც ცოტა აუკუღმართებს, 5 ქმარი ყავდაო, ქმრები ყავდა. და ის ვინც ყავს ახლა, ისიც არ არის ოფიციალურად შენი ქმარი. ეს ქალი ამბობს, რომ მაშინვე მიხვდა, რომ არაფერ რაღაცა ფიზიკურთან საქმე არ აქვს, ხოლო და ეს კაცი სულიერი კაცი არის და მაშინვე თაყვანისმაზე გადადის. გახსოვთ, თქვენი უდეველი ამბობთ, რომ იერუსალიმშია თაყვანისმის ადგილი, ჩვენი მამები ამ თაზე სცემდნენ თაყვანს და გახსოვთ იესო რას ეუბნება, დგება ჟამი დედაკაცო, როცა აღარც იერუსალიმში, აღარც ამ თაზე თაყვანს აღარ სცემენ, არამედ რას გააკეთებენო? თაყვანს სცემენო სულით და ჭეშმარიტებით, რადგან ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს ღმერთი და არ ვიცი რამდენს გიფიქრეთ ამაზე ძვირფასებო. რამდენჯერ ვლაპარაკობ თაყვანისცემაზე და იესო არ ეძებს თაყვანისცემას, იესო ეძებს თაყვანისმცემლებს. სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისმცემლებს. ჩვენ ზოგჯერ ყურადღება გადატანილი გვაქვს თაყვანისმცემაზე, მაგრამ იესო ეუბნება, რომ მამა ეძებს თაყვანისმცემლებს და არა თაყვანისცემას. იმიტომ რომ თაყვანისცემა ძვირფასებო შეიძლება თაყვანისცემის იმიტაცია მოახდინო, მაგრამ ნამდვილი თაყვანისმცემლის იმიტირება ძალიან რთულია. შეუძლებელია, იმიტომ რომ ნამდვილი თაყვანისცემა ხდება სულითა და ჭეშმარიტებით. არ ვიცი, ვიღაცას უთქვამს ძვირფასებო, ადამიანმა შეიძლება ისწავლოს ღმერთის ქება, მაგრამ თაყვანისცემა მხოლოდ მაღლიდან მშობილი ადამიანების ხვედრია. ღმერთი ეძებს თაყვანისმცემლებს. სულ რამოდენიმე წუთი გამიძელი და დავასრულებ, ვიცი რომ ცხელაა. და ნახეთ ძვირფასებო, ღმერთმა ახალი ბაგე მოგცა. ბაგე, რომელიც სავსე არის ღმერთის სიტყვით. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით და თუ რამეს ილაპარაკებთ, მოციქული პავლე ამბობს და თუ რამეს მოემსახურება თქვენი ბაგე, რას უნდა ემსახურებოდეს? ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით. ძალიან მინდა რომ აი ეს დრო დაბრუნდეს. კარგი გაგებით გამიგეთ ძვირფასებო. ადრე ასე იყო ხოლმე ერთმანეთს რომ ვცილდებოდით 90-იანებში გეუბნებით. მუხლებს შუქნით ხოლმე ერთმანეთს. და დავალებები ქონდა ხოლმე სწავლებდით მსახურების მერე, შემდეგ რამოდენიმე მუხლი იყო საზეპირო მუხლები და მუხლებს სწავლობდით ხოლმე ზეპირად და მართლა გეუბნებით ვიზრდებოდით სულიერად. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა საზრდოა. ამენ ძვირფასებო. და პავლე ამბობს, რომ აი ახალი ბაგე მოგეცა თქვენ და ეს ბაგე ემსახურება ფსალმუნებს, სწავლებას, საგალობლებს, დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ ძვირფასებო. თქვენი ბაგი აღარ ემსახურება ყვირილს, ღრეობას, ჩხუბს, დავიდარობას, გინებას. ღმერთმა ახალი ბაგე მოგცათ და ეს ბაგეები სავსე არის ღმერთის სიტყვით. ნახეთ რას ეუბნება და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებითო.
გულში მოწარბებულს რა საკეთებსო იესო რა თქვა გახსოვთ? გულში მოწარბებულს რაო? ბაგეები ლაპარაკობენ. და რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს. ნახეთ ზურბასებო. ღმერთმა მოგვცა ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსელი, ახალი ბაგე. და ეს ყველაფერი ღმერთმა მოგვცა იმისთვის, რომ მას ვემსახუროთ. მისგანვე მონიჭებულით მის მსახურებაში ვიყოთ. დიდება უფალი იესოს. რატომ? მე რომ არ ჩანს ჩვენი სიცოცხლე დღეს. ჩვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. პავლე ამბობს, სანამ ამ ქვეყნიერებაზე ხართ, მიეძღვენით ღმერთს. რომაელთა მე-12 თავი გახსოვთ? მაშინ მიუძღვენით თქვენი სხეულებიო. ცოცხალ რაო? მსხვერპლად ხომ? სანამ ქვეყნიერებაზე ვართ, დიახ, ჩვენი ცხოვრება ეკუთვნის იესო ქრისტეს და ჩვენი სიცოცხლე მართლა დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. მაგრამ დადგება დღე, გამოჩნდება ჩვენი სიცოცხლე და ჩვენს გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით. ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსელი, ახალი ბაგე, ყველაფერი ღმერთის მსახურებაში უნდა იყოს. პავლე კოლასელებს ეუბნება და თუ შეგნახავთ ზრდასებო, პავლე ყოველთვის მაგალითი იყო და ამით ვასრულებ. აბა გაიხსენეთ პავლე და სილა ფილიპეში, როდესაც საპყრობილეში ჩასვეს და შუა ღამეა, არაფერი ზოგჯერ ხუმრობითაც კი ამბობენ, რომ პავლე რო ჩავიდოდა ქალაქში, ჯერ სინაგოგას კი არ ეძებდა, ციხეს ეძებდა, იმიტომ რომ ღამე იქ უნდა გაეთია. და შუა ღამეს პავლე ეუბნება სილას, მოდი უგალობოთ უფალს, რა გეგალობება? ხომ? ციხეში ზიხარ. არა და მაკედონიელი კაცის ხილვა იხილა, ეუბნება, მოდი ჩვენთან იქ გადაგე, ჩადის ფილიპეში, მაკედონიაში, გადაგებს და ციხეში სვავენ. მაგრამ ნახეთ, პავლე მიცოდა, რომ მისი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. რომ ახალი სიცოცხლე აქვს. და ნახეთ, პავლე პრაქტიკაში იყენებდა იმას, რომ ის შემოსილია ახლით. და შუაღამეს შეეძლოთ პავლეს და სილას ეგალობათ უფლის წინაშე, ისე რომ მიწა შეირყა, საპყრობილის კარებები გაიღო და იმ დღეს საპყრობილის უფროსი და მისი ოჯახი ინანიებს და რწმენაში მოდიან ერთი უბრალო მიზეზის გამო. იმიტომ რომ პავლე მისი სიცოცხლე ეკუთვნის ქრისტეს. დიდება უფალი იესოს. ამენ ზრდასებო. ან გაიხსენეთ პეტრე. ისე ღრმადეძინა, მეორე დღეს უნდა მოკლან. მაგრამ ღრმადეძინა ისე რომ ანგელოზი რო გამოეცხადა, ვერ გააღვიძა ანგელოზმა, სანამ არ წაარტყა. აბა წაიკითხეთ, მხარი წაკრავო. როგორი ანგელოზმა წაკრა მხარი, გაიღვიძეო. გაიღვიძა, კარებები გაიღო, ეკლესია ლოცულობდა, მივიდა დააკაკუნა და რო დაინახეს პეტრე იყო, მიუოჯახუნეს კარები, ვერ დაიჯერეს რომ პეტრეა. მათი სიცოცხლე დაფარული იყო ქრისტესთან ღმერთში. ამენ ზრდასება, ქრისტეში ღმერთში. ახალი სიცოცხლე, ახალი სამოსელი, ახალი ბაგე და ყველაფერი ემსახურება ღმერთს. დიდება უფალი იესოს. კარგი, მოდით წავმოვდგეთ ვილოცოთ და დავასრულოთ ზრდასება. ზეციერო მამა, მადლობა შენი მადლისთვის, შენი წყალობისათვის, შენი ზურფასი სიტყვისათვის. მადლობა რომ კეთილი ხარ და უკუნისამდეა წყალობა შენი. შენი სიტყვა ღრმად შემოვიდეს უფალო ჩვენს ცხოვრებაში და შენი სახელი იყოს ამაღლებული. გვასწავლე ვიცხოვროთ ახალი სიცოცხლით. შევიმოსოთ ახალი სამოსელით უფალო და ახალი ბაგით გადიდებდეთ. აწდა მარადის და უკუნეთი უკუნისამდე. ამენ.